ის რასაც ჩვენ საუბრობდით რამდენიმე წლის წინ, სწორედ ამ ყველაფრის დღეს დადასტურება ხდება. უცხოური გავლენა და ზოგადად თანამედროვე სამყაროში და დღეს განსაკუთრებით ჩვენ ხედავთ, რომ არის ბრძოლა იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოებებზე გავლენები მოიპოვონ. ჩვენ შანსი მივეცით არასამთავრობო ორგანიზაციებსა, დონორებსაც თავად ეზუნათ გამჭვირვალობაზე, რაც არ გააკეთეს და შემდეგ საკანონმდებლო რეგულაცია გახდა საჭირო. გამჭვირვალობაზე იყო საუბარი და აი რაც ფეტიში გამჭვირვალობაზე, ნუ თუ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდიო, არის მოკლედ სიტყვების თამაში, იმიტომ რომ გამჭვირვალობა ზოგადად მოეთხოვება ხელისუფლებას. ადამიანს ძალაუფლება აქვს. მაგალითად, ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების საიდუმლოების უფლება, ფინანსების დაცულობის უფლება აქვს, ფინანსური ინფორმაციის, კომპანიებს აქვს კომერციული საიდუმლოება და ზოგადად ასე არის აწყობილი, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ადამიანს ძალაუფლება აქვს, ხოლო ვისაც ძალაუფლება არ აქვს, ის დაცული უნდა იყოს ამ ადამიანებისგან და არავინ, აი, ჭკვატყოფილი ადამიანი არ იტყვის, რომ რადგან შენ პატრიოტი მოქალაქე ხარ, შენი მთელი ცხოვრება უნდა იყოს გამჭვირვალე. ამას არავინ არ ამბობს. ნუ გამჭვირვალობა სინამდვილეში პრობლემა არასდროს არ ყოფილა. რაც რა თქმა უნდა ტყუილია და ვიტყვი რატომაც არის ეს ტყუილი. უპირველეს ყოვლისა, როცა საუბრობთ ჩვენ არასამთავრობო და მაშინაც იყო საუბარი მასზე, თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა. სინამდვილეში მე რამდენჯერმე მოუყევი ისტორია, ის რომ მაგალითად ევროკავშირის მოქმედმა ელჩმა მითხრა, რომ ნახა, რას აფინანსებს EED, ევროპის დემოკრატიის ფონდი და რომ ის მეთანხმება, რომ ნამდვილად იქ ჩანს პოლიტიკური მოტივაცია ამ დაფინანსებაში. და იმას ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ, რას აფინანსებს და მითხრა არა. რა ამ ისტორიიდან რა დასკვნა გამოგაქვს? პირველი დაფინანსება იყო გაუმჭვირვალე, რა თქმა უნდა, და ეს არის ფაქტი. და მეორე, არათუ გაუმჭვირვალე, დონორი უმალავდა და უმალავენ დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ხელისუფლებას და საზოგადოებას თუ რას აფინანსებენ. გამჭვირვალობის პრობლემა არასამთავრობოებს არასოდეს არ ქონდათ, ასე ვთქვათ, და ეს თქვენს კარგად იცით, იმიტომ რომ იმ სამყაროდან მოდიხართ და კარგად იცნობთ ამ თქვენი ორგანიზაციიდან ჩვენ გვაქვს მიღებული გრანტი GTZ-დან თავის დროზე, როცა GTZ ერქვა და ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველთვის არასოდეს არ მალავს, საიდან იღებს ფულს, ყველა ამაყობს და ასე შემდეგ. ანუ გამჭვირვალობის პრობლემა ეს არის ფსევდო პრობლემა და რეალური და აი მე წამოვიღე შეგნებულად წამოვიღე, იმიტომ რომ მქონდა მოლოდინი, რომ ეს დისკუსია დაიწყებოდა. ბატონ გიამ ახსენა ფსევდო პრობლემაა გამჭვირვალობის საკითხიო. ეს არის ევროპის არასამთავრობოებისა და ყველასის. ეს არის ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის დასკვნა, ანალიზი, რომელიც საზოგადოებასაც გავაცანეთ ცოტა ხნის წინ, რომელიც პირდაპირ საუბრობს სწორედ ამაზე. რომ და ამის მე შემიძლია მოგვიანებითაც უფრო დეტალებში შევიდე, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს დღეს ებრძვის მავნე უცხო ჩარევების 8 ფეხას, რომელსაც აქვს თავის საცეცები. პირდაპირ არის დასახელებული მე-16 გვერდზე კონკრეტულად აი ეს საცეცები. მავნე უცხოური ჩარევის პრობლემატიკა, რომელიც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ცალკე რაღაც ავტონომიური პრობლემებია, იგივე სიძულვილის ენა, პოლარიზაცია და ასე შემდგომ, მაგრამ სინამდვილეში ერთი ძირი აქვს ამას. და აი ვკითხულობ, ციტირებ საზოგადოებისთვის: საბოტაჟი, სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის წახალისება, დეზინფორმაცია და манипуляციური ინფორმაცია, საარჩევნო ჩარევები და საარჩევნო ჩარევებში საუბარია კენჭისყრის პროცესზე, კამპანიებზე, დაფინანსებაზე, შედეგების დამახინჯებაზე და ბოლოსაცეცი, რომელიც არის დემოკრატიული ლეგიტიმაციისთვის ძირის გამოთხრა. როდესაც თქვა ჩვენ საუბრობთ, ასე თქვა უცხოურ ჩარევაზე, მე მგონი პირველ რიგში, სწორედ რომ რუსეთის ფედერაცია ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, ხო? ბუნებრივია ევროკავშირი პატივისცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ბუნებრივია რომ საქართველოს ბუნებრივია რომ ევროკავშირი პატივისცემს ამ შემთხვევაში საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ტერიტორიულ მთლიანობა და სუვერენიტეტი. ეს არის ორი სიტყვა, რომელსაც ყოველ შეხვედრაზე ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ მადლობას ვუხდით ტერიტორიულ მთლიანობის და სუვერენიტეტის პატივისცემისთვის და ამას ვითხოვთ ხოლმე ამის თქმასაც და მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის. მაგრამ სუვერენიტეტის პატივისცემა არის, როდესაც სხვა ქვეყნის არჩევნებში, შენი ქვეყნის არჩევნებში ერევიან, ეს სუვერენიტეტის პატივისცემა. მათ პატივისცემს ქართველი, მათ სურდათ რომ პატივისცემს ქართველი ხალხის არჩევანისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოხატეს აღშფოთება იმის მიმართ, რომ დარღვევები ხო ხარ პოლიტიკა, მითხარი, გულს როგორც საქართველოს მოქალაქე და ქართველმა მითხარი. როდესაც აქ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ რა ვიცი კომიტეტის თავმჯდომარე და იღებს ანტისამთავრობო საპროტესტო მიტინგში მონაწილეობას. ეს თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემა არის თუ არა? ის გამოვიდა ადამიანებს პოლიტიკურ სკოლაში ხო ვიყავით ერთად, ხო თქვით? ისევ და ისე ევროკავშირი არ ერევა
და რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა. ეს არის საფრთხეში რეალობა. რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, ანუ მისი ჩარევა არ შეიძლება და ვისაც ტერიტორია აქვს ოკუპირებული, მისი ჩარევა შეიძლება. ასე წონით? არა, მე ამას გეუბნებით, ან ჩვენ ვამბობთ, რომ ვართ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც ხალხი მართავს, თვითონ ირჩევს თავის ხელისუფლებას და თავად მართავს თავის ქვეყანას და არავინ არ უნდა ჩაერიოს. თქვენ თავარ შინაარს არ პასუხობთ მათ შორის დღევანდელი დებატებისა. ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ. უცხოური დაფინანსება საქართველოს თქვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის. თქვენ ინტერესი გააქვთ, რომ იცოდეთ რაში ხარჯავს, არ ვიცი, ბელგია, ნიდერლანდები, არ გაინტერესებთ, ვიცით, ვიცით, კარგა. საიდან ის თამაშით გითხარით? გეტყვით, იმიტომ რომ ანგარიში ქვეყნება. რა ქვეყნება? ყოველი ანგარიში ქვეყნება არასამთავრობო. მოდით, აი ახლა გახსნით ტელეფონი ხო, გახსნით ისფედის გვერდი, შედით და ნახეთ ვინ აფინანსებს. თხოვეთ და შევედი, მე ხო ესე გადამოწმება მჩვევია და აგერა პირდაპირ მიმდინარეებშია ID, UN ტიპი ყველანი აქ არის. ნახეთ ერთი რას აფინანსებენ ამ. ხო არა, რას აფინანსებენ კი არა, გამჭვირვალე აქვს თქო, მაგას გეუბნებით. თუ ნახავთო ბატონიკას თხოვეთ და აგერ გადაგიმოწმეთ და ეგრე არის, ეგრე არის ეგნაც. კიდე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და რა ჯერჯერობით რო არ ამოწურეა. შესაძლებლობა და მე დაგიბრუნდეთ. მედიას რატომ შეახეთ? ხომ იყო კომენტახებით რომ გამჭვირვალე იყო ყველა ტელევიზიის დაფინანსება, მათ შორის ქვეყნებიდან. კომენტახებით ბატონო შალვა. უპირველეს ყოვლისა მადლობა თქვენ რომ აღნიშნეთ თუ ოპონენტად არ გინდათ რომ იყო წარმოდგენილი, ვიდრე თქვენ თავს მიაკუთვნეთ მედიას, რომელიც გარკვეულწილად ასე ვთქვათ, განყენებულად უნდა აკვირდებოდეს გარემოებს. თუმცა ასე არ არის სამწუხაროდ ზოგი სხვა მედიის შემთხვევაში. ვთქვათ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ ფაქტები. ესეთი შეფასება. ფაქტია, რომ არის გამომჭვირვალე. ფაქტია. მეტი რა მაგალითი გითხრათ, ევროკავშირის ელჩმა მითხრა, რომ მე ვიცი ვირაფინანსებს იედი და არ გეტყვი. საბოლოო ჯამში რომ აგენტების ფურცლად გრანტების კანონზე ვსაუბრობთ. ეს არის რომ გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ფული უნდა იყოს კონტროლირებადი. ამ შემთხვევაში საუბარია უცხო წარმომავლობაზე, ამ ფულის და მოდით კითხვა დავსვათ, მარტივი კითხვა დავსვათ. ნებისმიერი გავლენა ცუდია თუ არა? თუ ნებისმიერ გავლენას შეიძლება თავრობის თანხმობა ჭირდებოდეს და ნუ ეხლა ხო უამრავი მაგალითი არსებობს ჩვენივე ისტორიიდან, როცა უცხოური გავლენა კარგი იყო. ქრისტიანობიდან დაწყებული, დემოკრატიით დამთავრებული უამრავი რაღაც შემოვიდა ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ გარედან ვიღაცამ ამაზე დახარჯა დრო და რესურსი. და გამოდის რომ თქვენ ახლა ბიძინაიმაშვილს ებრძვით 12 წლის ბიძინაიმაშვილს. თქვენ დამეთანხმებით რომ ბიძინაიმაშვილს საქართველოში ფული არ უშოვია, ხშირად გითქვამთ რომ პირიქით ხარჯავს ფულს და მეცენატია და ასე შემდეგ. ანუ მთელი მისი ქონება უცხოეთშია ნაშოვნე, წარმომავლობა სხვა ქვეყნიდან არის. და ასევე დამეთანხმებით ალბათ რომ 2012-ში რაც გააკეთა, კარგი საქმე გააკეთა. რომ სააკაშვილის ხელისუფლება შეცვალა. კიდევ ერთხელ, არ არის ეს 2023 წელი, როდესაც ჩვენ ვამტკიცებთ რაღაცას უცხოურ დაფინანსებას. ეს არის 2026, გამოვიდა 2025, როდესაც დაიხურა USAID, გახსოვთ ის კადრები, ხო, როგორ დემონსტრაციულად მოხსნეს, ასე ვთქვათ, წარწერა მისი მთავარი ოფისიდან. და მთელი ბრალდება, რომელიც დღემდე გრძელდება, თუ როგორ იხარჯებოდა უცხოური ფული სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოს იყო მოხსენიებული, იმისთვის რომ შუღლი დაპირისპირება და პოლიტიკური გავლენა მოეპოვებინა და რომ იცით რა მაინტერესებს? აი უბრალოდ დავაზუსტებ თუ შეიძლება რა. აი თქვენ უბრალოდ გამჭვირვალობაო და გავიგეთ, მაგრამ აი სასამართლოს თქვენ ხურავთ. ეს 6 მილიარდი არაბეთიდან რო შემოდის და პრემიერო რეკლამას უკეთებს, ამაზე კონტრაქტი საჯარო არის. ეროვნული ბანკი $100 მილიონ კიდლობს ყიდის და არავინ არ იცის კომერციული ბანკების გარდა და თქვენს გარდა. ზოგადად, როცა თქვენ გეხებათ, გამჭვირვალობა არაფერი არის. და მე მაინტერესებს, საიდან მოგაქვთ ეს ლოგიკა ჯესერთი იმიტომ რომ თქვენივე კანონით 2026 წლის კი, თქვენ იმეორად ამას მარტივად 26 წელია, მაგრამ მე მაინტერესებს პრინციპი. მეორე საიდან პასუხის საშუალება და კიდევ ერთი თემა გვაქვს გადაცემაში დავაზუსტებ, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება მოამზადეთ რაღაც პასუხი, გაუბიხართ თავის ადამიანის ამბავი მაინტერესებს. საკითხს გაუბიხართ, უნდა იყოს თუ არა გამჭვირვალე თქვენთვის, აი თქვენთვის პირადად გამჭვირვალე უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში. ხო და მე ვამბობ მარტივ რაღაცას, მე მაინტერესებს. პირველ რიგში მაინტერესებს. თქვენ როცა ამ კანონს წერთ, საბოლოო ჯამში თქვენ რა პრინციპით ხელმძღვანელობს? კანონის უზენაესობას ყველა ადამიანს შეეხება და თქვენ დაიწყებთ გამოკვლევას, ოფშორული კომპანიები ბიზნესმენშვილის რაღაცნაირად ჩართული არიან ჩვენ პოლიტიკაში თუ არა, ჩვენ ნახავთ ასეთ გამოკვლევას მინიმუმ თუ
ძველი პრინციპი რო არსებობს, გეცოდინებათ, რომ მეგობარს ყველაფერი და მტერს კანონიო. თუ ამ პრინციპით იქნებით და თქვენ ეს სჭირდებათ მხოლოდ მათთვის, ვის თქვენ არ მოგწონთ. ქართულ ოცნებას რაც შეეხება, შეგიძლიათ შეხვიდეთ განსხვავებით NGO-ებისგან, შეხვიდეთ სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე ალბათ ახლა პარტიების დაფინანსებების დეკლარაციები და ნახოთ 2012 თუ 11 წლიდან 12 წლიდან მოყოლებული ქართული ოცნების თითოეული თეთრი როგორც შემოსავალი, ისე გასავალი აღრიცხული, რომელიც არ უნდათ NGO-ებს, სხვათა შორის ზუსტად ჩვენ ერთმანეთს პირადად ვიცნობთ პოლიტიკური სწავლების სკოლიდან, ხო? ჩვენ სემინარებში მიგვიღია მონაწილეობა. პოლიტიკური სწავლების სკოლა ფინანსდებოდა ევროპის საბჭოს მიერ, ევროკავშირის მიერ. ჩვენ ხო ვიღებდეთ მონაწილეობას. ეხლა ბატონ ლევან გარდა იმისა, რომ თქვა კოლეგები ვართ ევროპის უნივერსიტეტში, ასევე მონაწილეობდით ევროკავშირის პროექტში, ხო, ერაზმუსის პროექტში, რომელიც გულისხმობდა ევროპული, ესე იგი, ღირებულებების დანერგვას ქართულ სკოლებში, ხო? ჩვენ ხო ვიცოდით, თქვა, ვინ აფინანსებდა, ჩვენ ხო ერთად მიგვიღია მონაწილეობა. ანუ თქვა, ერთად ჩვენ სამივე თქვა აგენტები გამოვდივართ ახლა კიდე გადაგყავთ რაშუაში აგენტები ფაქტებზე თუ არ შევთანხმდით ეს დისკუსია ფაქტი არის რომ სინამდვილეში უცხოურ გავლენაში არაფერი სათაკილო არ არის როდესაც ის საქართველოს ინტერესებში არაფერი სათაკილო არის თუ როცა ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა ზუსტად ეს არის მთავარი საკითხი სინამდვილეში 385 ორგანიზაცია ვინც დარეგისტრირდა იმიტომ დარეგისტრირდა მათ იცოდნენ რომ ისინი თავისი დამკვეთების ინტერესს რა თქმა უნდა ატარებენ, არავინ არ ხარჯავს ინტერესის გარეშე 1 თეთრსაც, 1 ცენტსაც, 1 ევროცენტსაც არ ხარჯავს. მას ინტერესია. მათი გუმაჩერეთ, გეტყვით. არა, როგორ არ შეგაცხადინებთ თქვენ რას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიცის ზეპირად მართლა გეუბნებს ლაპარაკობთ. მართლა არ გაცდით, არა, იმდენი დრო გაქვთ რომ მართლა არ გაცდით. ეხლა მაგისტრის მინდა რომ გამოვიყენოთ. GIZ-ის ხელმძღვანელი როცა იყავით. მაშინ ესე მუშაობდი? ხო და რა თქმა უნდა. ეგ ნათქვა რაც არ გაქვთ ნათქვა მის თქვით ახლა. რა თქმა უნდა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების თავარ მისიაში წერია, რომ ის ემსახურება გერმანიის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. 385 ორგანიზაცია არის დარეგისტრირებული გამჭვირვალობის რეესტრში. ასე არ ქვია ამ რეესტრს. თქვენ ხომ მიცით რომ ასე არ ქვია ამ რეესტრს. არც კანონს არ ქვია ასე. ამ რეესტრს ქვია უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა რეესტრი. და სწორედ ის ამბავი, რომ ასეთი რეესტრი არსებობს ამ ქვეყანაში, ამ სახელწოდებით. სწორედ ამიტომ იყო ეს საკითხი სპეციალურად გაკეთებული, რომ სახელდება მომხდარიყო ადამიანები, სტიგმატიზება მომხდარიყო ადამიანების და იარლიყის მიწებება. თავარი გამოწვევა და ამოცანა არის, რომ დამფინანსების ინტერესი უნდა ემთხვეოდეს შენი ქვეყნის ინტერესებს და ზუსტად ისინი დაახლოებით 100 ორგანიზაცია, ვინც არ დარეგისტრირდა, იმიტომაც არ დარეგისტრირდნენ დღეს ვინც არიან, ასე ვთქვათ, ამ ხრივ არ ემორჩილებიან კანონს, ზუსტად ვინაიდან იცოდნენ, რომ მათი დამფინანსების ინტერესი და მათი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამიტომაც მიიღეს მათ ეს მტკივნეული. აი ამას ვამტკიცებ მე რომ მაფინანსებს დონორი, ესე იგი მე როცა რამეს ვიტყვი Facebook-ზე რო დავწერ, ის პასუხისგებელია. რა თქმა უნდა, როდესაც დონორის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია იმუქრება, ულტიმატუმს უყურებს არჩეულ ხელისუფლებას. იმუქრება მისი წალეკვით, თუ კი მას არ ჩასვენ მთავრობაში, ასეთმა დონორმა იმწვავე უნდა შეწყვიტოს ხელშეკრულება. თუ კი ეს კეთილსინდისიერია, სხვა შემთხვევაში ამაში მისცეს აბარაში, როგორც კი აგრძელებს ამის დაფინანსებას, ესე იგი ტოლერირებს, ის იღებს ამას როგორც მოცემულობას და არანაირ სანქცია, ასე ვთქვათ, მას არ აქვს და უგრძელებს დაფინანსებას. აი, ზუსტად ეს არის ერთობის საწინააღმდეგო აქტები, რაც თქვენ ბოლო პერიოდში ამ კანონებით რეალურად გააკეთეთ. 385 ორგანიზაცია აიძულეთ დაერქვათ, რომ არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლები და ახლა ახორციელებთ პოლიტიკას, რომ ამ ორგანიზაციების ნაწილს მიეცით სახელმწიფო გრანტები. ან როგორი დისტოპიური რეალობაა ხო წარმოგიდგენიათ ერთის მხრივ ორგანიზაციებს ათქმევინებთ საკუთარ თავზე ტყუილი რომ ატარებენ უცხოური ძალის ინტერესებს 385 არასამთავრობო ორგანიზაცია არის რეგისტრირებული დღეს გამჭვირვალობის რეესტრში 385 გასაგებია მადლობა ბატონო ვინმე მოგისმენიათ ამ 385-ზე რომელიმეზე ვინმეს ძვირი სიტყვა უთქვავს რაიმე ყოფილა კლიშირება მათი და ასე შემდეგ 385 ორგანიზაცია პატიოსნად მუშაობს რეგისტრაციის პირობებში ბატონიკა ფიქრობთ ეხლა ამ რეესტრში რომ შეგეხედათ არც ერთი მედია მან დარეგისტრირებული არ არის არც ერთი მათ შორის არც ტელეკომპანია იმედი არ არის დარეგისტრირებული მიუხედავად იმისა რომ ტელეკომპანია
ბატონია იმედის ყოფილი მეპატრონე ბატონი ირაკლი კანონზე მსჯელობის დროს ამბობდა რომ მეც კი რა არისო პრობლემა ხო ისიც ამ ტერმინს იყენებდა გამჭვირვალობის რეჟიო დავრეგისტრდებიო მაგრამ მისთვისაც იყო შეურაცხმყოფელი ეს და იმიტომ დავრეგისტრებიო მე უცხოელი მეპატრონე ვარო და მომიწევსო პრინციპი არის ძალიან მარტივი და ეს არ არის მარტო ქართული პრინციპი ამ პრინციპზე თანხდება ყველა შიგნითაც და გარეთაც რომ ვინც პოლიტიკაში ერევა ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას ყველა მათგანის საჯაროობა უნდა და გამჭვირვალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ფინანსურ ნაწილს გულისხმობ და სწორედ იმიტომ რომ ჩვენ გასული წლები 22 განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ ჩვენ ხედავდით რა ხდებოდა რა მდგომარეობა იყო ჩვენს გარშემო ჩვენ რომ ამ კანონმდებლობით თავი არ დაგვეცვა ჩვენ დღეს იარაღით ხელში მოგვიწევდა ამ საქვეყნის დაცვა უცხოური გარეთ ჩარევების წინააღმდეგ. მე შევეხები არაღიარების კანონს, რადგან დროას სწრაფად იწურება. აი ლეგიტიმურობის კანონიკური გაგება არის ადამიანის აღიარება. და ჩვენ რო შევხედოთ, აი ის ხალხიც, რომელიც რუსთაველზე ყოველდღე გამოდის, თქვენ გლანძღავთ, თავისი ქცევით აღიარებს ამ ხელისუფლებას. იქნის გადასახადებს, ასრულებს თქვენ პარლამენტის მიღებულ კანონებს, ემორჩილება პატრულს, როცა გააჩერებენ და ასე შემდეგ. ანუ ქცევით ყველა გაღიარებთ. მაგრამ აი სიტყვების და აქმების დონეზე აქ ბუნებრივია ოპოზიციის დიდი ნაწილი არ გაღიარებთ და თქვენ აქმებში თქვენ გეშინიათ რომ არ ხართ აღიარებული რაღაც კომპლექსი გაქვთ ამის და ხალხო გიდათ რომ აღიარებთ. შეიძლება ერთ-ერთი ადამიანი ვარ ამ დარბაზში, ვის ლეგიტიმურად გაღიარებთ. იმიტომ რომ თქვენი ეს კომპლექსი რომ არ მაღიარებენო ამას გადააყოლეთ ფაქტურად სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, აი ზოგადად აღიარება არა გაქვთ და ეხლა ამიტომ იგონებთ ამ კანონს, მაგრამ შიგნით მართლა ვინ იტყუებს ახლა თავს რომ ვინც გადასახად იხდის თქვენ როგორც ძალაუფალს არ გხედავთ. თუ ვიღაცას წამს რომ ეს ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართული ხალხის ინტერესებს, მეც ასე წამს მაგალითად, ამიტომ ვამბობდი რომ მეც დასაპატიმრებელი ვარ და ნუ ნახევარი საქართველოს არის დასაპატიმრებელი. ხო გასაგებია რომ ხელისუფლება ყველას არ დააპატიმრებს, მაგრამ ყველას თვზე მზად უნდა იყოს რაღაც იურიდიული საფუძველი, რომ ნებისმიერი ადამიანი დააპატიმრო, როცა გინდა. ამისთვის არის ეს კანონი და სხვა ასე ვთქვათ, მას დანიშნულება არ აქვს. რაც შეეხება აღიარება არ აღიარების თემას, აი არ ვიცი ხან ფიქრობ ხოლმე რომ უბრალოდ ორი სიტყვა ამოიკითხეს კანონიდან და ამით მერე დასკვნების გამოტანას ცდილობენ. ამ კანონის ჩამონათვალი, კანონის აღწერაში, კანონ პროექტის აღწერაში არის ჩამონათვალი რა ერთობლიობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს სიცხლის სამართლის სასჯელი. აი ჩვენ ქვეყანაში არის ხალხი, ბევრი ადამიანი, რომელიც არ გაღიარებთ. და რაღაც თქვენი ვიწრო გაგებით ლეგიტიმურობის სამართლიანად არ გაღიარებთ. ეს არის პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერები. ზუსტად გამსახურდიას ხელისუფლება გესოდნებათ პუჩის შედეგად დაამხეს. სრულად არალეგიტიმურად. ამიტომ ათასობით ადამიანი ჩვენ ქვეყანაში მიიჩნევს რომ ყველა შემდგომი ხელისუფლება იყო არალეგიტიმური. მათი ჩატარებული არჩევნები იყო არალეგიტიმური და უნდა აღვადგინოთ თავდაპირველი ხელისუფლება და ასე ვთქვათ, აღვადგინოთ ამით ლეგიტიმურობა. ამ ხალხს აქვს თავისი ორგანიზაციები დაფუძნებული, ისინი აქტიურები არიან საჯარო სივრცეში, ბევრი მოწოდებაში ალბათ გინახავთ სხვადასხვა დროს. და თქვენი ლოგიკით ამ ხალხს ციხე ემუქრება. ხო და მე ისევ მაინტერესებს უბრალოდ. აი ეს ხალხი, რომელიც საჯაროდ მრავალჯერ ორგანიზაცია აქვს დაფუძნებული, რომელიც ფაქტობრივად თქვენ ლეგიტიმურობას ეჭვს აყენებს ყოველდღიურად. აი ამ ხალხს ემუქრება დაჭერა თუ ისევ და ისევ შერჩევით სამართალს უბრუნდებით, როცა თქვენ კანონს გამოიყენებთ მხოლოდ თქვენი პირდაპირ ოპონენტების წინააღმდეგ და დანარჩენებისთვის როგორც გაგიხარდებათ. მთელი ირონია ის არის რომ არსად არცერია კანონში რომ არაღიარებაა თავად რაღაცა დანაშაული. სინამდვილეში მარტივად საჭირო არის მუხლის წაკითხვა, რომელიც მათ შორის არაღიარებას არ ეხება ექსტრემის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ეს არის მისი სათაური და მისი არსი. და გეტყვით მოკლედ, აი რო წავიკითხო და თქვით მაგალითად რომ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ მოწოდება. თქვენი აზრით ეს დაშვებული უნდა იყოს რომ მასობრივად დარღვევისკენ მოწოდება. ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლებისკენ მოწოდება. ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ მოწოდება. საკუთარი თავის წარმოჩენა როგორც სხვა ხელისუფლება და ამას მიყვება აი ერთობლიობა სწორედ ეს არის. აი ეს ყველაფერი გეტყვით. ხო და უკვე ხო და რომ დაიწყებთ მუხლის კითხვას პარლამენტში ვიყავით 4 წელი, ხო? მე ხო უნდა გააგრძელოთ დანარჩენი. აი ეს ყველაფერი
რომელიც ამავე დროს მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმა ჩამოაყალიბოს და აზიანებს საქართველოს ინტერესებს და ქმნის ამის რეალურ საფრთხეს. აი ამ ყველაფრის ერთობლიობა არის. ამას ყველაფერს ჩვენ კი არ ვადგენთ, ამას ყველაფერს ადგენს სასამართლო, რომელიც მოგეხსენებათ რამდენჯერაც მივიდა სტრასბურგამდე საქმე, ყველგან ჩვენი სასამართლო აღმოჩნდა მართალი. ამიტომ ეს კანონი სინამდვილეში კი არ ზუგავს სიტყვას. ეს კანონი სინამდვილეში იცავს ზღუდავს ანარქიას. ეს კანონი უპირველეს ყოვლისა იცავს ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ ცალკეული მოქალაქეების ექსტრემისტული ჯგუფებმა არ უნდა შეაფერხონ სახელმწიფოს მუშაობა, ანარქია არ უნდა იყოს ობსტრუქცია. ამ ყველაფერს შეეხება ეს კანონი, ასე რომ აბსოლუტურად შესაბამისი არის ყველა როგორც შიდა ისე გარე ინსტრუმენტებთან, იქნება ჩვენი კონსტიტუცია თუ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და კიდევ ერთხელ მარტივ რაღაცას ეხება. ჩვენ ამას ვხედავთ კიდევაც, ამასაც გარედან ცდილობენ. სულ მარტივად როგორც ლევანმა თქვა, რომ ეს წვეთად ხან ის რუსეთის რეჟიმი ასე შემდეგ. აი უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, NGO-ები არ დავასახელებ, მაგრამ ნუ ცნობილი მილიონერი ორგანიზაციები საზოგადოებას ვაცნობთ, თუ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს, არალეგიტიმური პარლამენტი და მთავრობა ყველა კანონი, რომელსაც არალეგიტიმური ამას აფინანსებს, მათ შორის ევროკომისია აფინანსებს. აი ამას რა თქმა, არა, თქვენ მაშინ თქვენ ერთმანეთში ურევთ, თქვენ ვერ ხვდებით რა არის პასუხისმგებლიანი დონორობა. თქვენ გონიათ ფული მიეცი და ხელები დაიბანა, ხომ? აი ასე გვაყიდებდნენ. ზუსტად ასე გვაყიდებდნენ ჩვენ, რომ მე ფული მივეცი, რაში მეხება და ესე არ არის. ფული მიეცი. აქ მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს, მე შენი ფული დაბეჭდილი პლაკატით წაახალისეს ევროკავშირის ფულით. თუ გრანტი არ მიიღე და განაცხადე რომ არალეგიტიმურია მთავრობა, ეთილინებდა და პასუხი აგებდა. ერთი იმედგაცრუება უნდა დავაფიქსირო. მახსოვს 2023 წლის განხილვები, მათ შორის ქალბატონი ნათია ციხვამის მონაწილე. სამწუხაროდ ისე ვიქხარ დარჩენილი. თითქოს დედამიწა არ ბრუნავს, არაფერი არ მომხდარა, ამერიკაში ხელისუფლება არ შეცვლილა, USAID არ დაკეტილა, ომები ზოგი არ დაწყებულა, არ დამთავრებულა, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ისე ვიქხართ. მართლა ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, სხვადასხვა გაზეთებს ვკითხულობ თუ სხვადასხვა ტელევიზიებს უყურებთ.